ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი მსოფლიოში. ქვემ მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ელ მატადორი, საქართველოსა და ესპანეთის სიამაყე. ილია თოფურია. აი ისიც. ილია, სალამი. მომეწონა წარდგენა. როგორ ხარ ილია? ძალიან კარგად. როგორც იქნა მაიამიში ვარ და აქ ვასრულებ მოსამზადებელ ბანაკს. მუშაობ როგორც ყოველთვის. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლიერი ვარ ყოველი ამოსულ თქვისთვის, რაც სიცოცხლეს მანიჭებს. იცი ხანდახან როგორ ხარ? უბრალოდ სიტყვების მასალაა, მაგრამ ახლა მართლა მინდა გკითხო. ბევრი რამ გადაიტანე ბოლო დროს. პირადულში არ ჩავეძიები, მაგრამ ფანები ნერვიულობდნენ. დაინტერესებდა ცადიყავი. მოკლედ, როგორ გამოხვედი ამ ყველაფრიდან? იმაზე უკეთესად, ვიდრე ოდესმე. დიახ, ბევრი რამ გადავიტანე, იყო აღზევებებიც და დაცემებიც. მაგრამ ახლა იდეალურად ვარ. მზად ვარ როკ-ენ-როლისთვის. გრძნობ რომ თითქოს ცხოვრება თავიდან დაიწყე? ზუსტად, გრძნობ რომ სულ სხვა წერტილში ვარ. ამ ბოლო თვეებში ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ იმდენი რამ ვისწავლე და იმდენად გავიზარდე. ერთი სული მაქვს, როდის შევალ ისევ ოქტაგონში. მოგინატრა ჩხუბი? თითქმის 1 წელი გავიდა ბოლო ბრძოლიდან. თან ტრავმაც გქონია. ქონდა ის შეგრძნება რომ მართლა გენატრებოდა ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრა, რაღაც მომენტში მომენატრა. წონის კლება და ეგ ამბები მაინც და მაინც არ მენატრება, თუმცა ახლა ისე აღარ მიწევს წვალება, როგორც ქვემ მსუბუქ წონაში მიწევდა. მაგრამ ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა მთელი პროცესით ვტკბები. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს გუნდთან ერთად მზადებით. მაიამიში ვარ. გარშემო საუკეთესო ხალხი მახვევია. მოკლედ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ ბრძოლისთვის. ბრძოლამდე 2 თვეა დარჩენილი. რატომ ჩახვედი მაიამიში ასე ადრე? მინდა შევეჩვიო დროს, ამინდს, ყველაფერს. საერთოდ ვფიქრობ, რომ შემდეგი 1-2 წელი მაიამიში ვიცხოვრებ. ბევრი გეგმა მაქვს. აქ ამიტომ უნდა ჩამოსულიყავი. შენ ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაწერე Twitter-ზე, რომ თეთრი სახლის ქარდზე იქნებოდი. მაშინ როცა ბრძოლა დანიშნულიც არ იყო. რატომ გჯეროდა ასე ძალიან რომ იქ მოხვდებოდი? შეიძლება ცოტა ამპარტავნულად ჟღერდეს, მაგრამ გრძნობ რომ ამ მომენტში UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი ვარ. და თუ ისინი აპირებენ ისტორიაში ყველაზე დიდ ივენტს, იქ ყველაზე დიდი ვარსკვლავები უნდა ჰყავდეთ. ასე რომ როგორც კი ეს ივენთი დაანონსდა, მაშინვე ვიცოდი რომ იქ ვიქნებოდი. ის რომ ქარდზე ხარ არ გამკვირვებია, მაგრამ გამიკვირდა რომ თავარ ბრძოლაში ჩაგვსვეს. აგიხსნი რატომაც? იმიტომ არა რომ არ იმსახურებ, უბრალოდ ეს თეთრი სახლია. ამერიკის დღეა. ფიქრობ დიდია შანსი, რომ შენ ეს ბრძოლა ძალიან სასტიკად მოიგო. მეგონა თეთრ სახლს არ მოუნდებოდა რომ თავარ ბრძოლაში არა ამერიკელს ამერიკელი ნოკაუტში ჩაეგდო. მარტსავე გაზონზე. სიმბოლურად ცოტა ცეცხლს ეთამაშებიან. ხვდები რასაც ვამბობ? შენ არ გაგიკვირდა? 100%-ით მესმის რასაც ამბობ. დიდი სიამოვნებით გაგცემდი პასუხს. რატომ გადაწყვიტეს ჩემი ჩასმა მეინ ივენტში? მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ თავარი ბრძოლა ჩემია და ეს ყველაზე მთავარია აშკარაა რომ დარწმუნებული ხარ შენს გამარჯვებაში. ინსტაგრამზე შენი აღწერა უკვე განაახლე. ძალიან თავდაჯერებული ვარ. ვიცი რომ მოვიგებ. თან არა უბრალოდ მოვიგებ, არამედ ეფექტურად. მიხარია რომ ჩემი მეტოქე ჯასტინ გეიჯია. ის ლეგენდაა, ნამდვილი ჰაილაითია. ერთი სული მაქვს, როდის გავიზიარებ მასთან ოქტაგონს. ვიცი ფანებისთვის ძალიან სანახაობრივი ბრძოლა იქნება. ჩვეულებრივ როცა იბრძვი, ფანების ფავორიტი ხარ ხოლმე. ფიქრობ რომ იმ ღამეს, რადგან ამერიკელს ებრძვი, იქ მყოფი ყველა გავლენიანი ადამიანი შენს წინააღმდეგ იქნება? იცი ამ სპორტში ბევრ როლში ყოფილი ვარ. აუტსაიდერიც და ფავორიტიც. ბევრი რამ მინახავს, ასე რომ არ მაინტერესებს გარეთ რა ხდება. UFC ამბობს რომ ეს არ არის პოლიტიკური ივენთი, მაგრამ შენ მაინც საქართველოსა და ესპანეთს წარმოადგენ. მოგცემენ ამის საშუალებას თეთრ სახლში? ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მაინც და მაინც ამერიკის ამჟამინდელი რეჟიმის ფანი არაა. სახლში არ გაკითხებიან ამაზე როგორ აპირებ ესპანეთის წარდგენას, ასეთ მნიშვნელოვან ადგილას. სიმართლე გითხრა, კითხვა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ არა. ანუ დროშის ტარების უფლებას მოგცემენ? შენი ქვეყნის წარდგენის უფლებას, როცა ყველაფერი ამერიკის გარშემო ტრიალებს. სიმართლე გითხრა, დეტალები ჯერ არ ვიცი. UFC-ის წესები ამ ივენთისთვის ჯერ არ გამოუგზავნიათ, ასე რომ არ ვიცი. როცა ჯასტინისა და პედის ბრძოლას უყურებდი, პედის გულში მატკივრობდი, რომ მე მას შეხვედროდი? ჩემს თავში ყოველთვის ასეა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის კარგია, მაგრამ კი, რაღაც მომენტში პედის მხარეს ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ მასთან ბრძოლა უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ჯასტინთან. მაგრამ ყველაფერი თავისი მიზეზით ხდება. გაგიკვირდა ბრძოლა ასე რომ წარიმართა? ცოტათი გამიკვირდა, თუ რამდენად ცუდია პედის სინამდვილეში. ანუ არ ელოდი რომ მოიგებდა? მეგონა მოიგებდა. მეგონა რომ ჯასტინს ძირს დააგდებდა. სხვანაირად იჭუბებდა, მაგრამ რაც ოქტაგონში გააკეთა, გამიკვირდა. მან მართლა დაამტკიცა, რომ ერთი პატარა სოსისია. ფიქრობ, რომ ამ მარცხის მერე ფეხზე დადგება? საიდან უნდა დადგეს? წაგებისგან? კი, მაგრამ ამ სპორტისთვის საჭირო ტექნიკას და უნარებს საიდან მოიტანს? ის უნდა მოკვდეს და თავიდან დაიბადოს. ეს თითქმის შეუძლებელია. ფიქრობ, რომ ოდესმე თქვენი გზები გადაიკვეთება? ახლა ძალიან შორს არის. ჰორიზონტზე პედის ვეღარ ვხედავთ. ნახვამდის პედი. ოქტაგონში შესვლაც კი არ დამჭირვებია მის დასამარცხებლად. და სიმართლე გითხრა, ეს უფრო სასიამოვნო შეგრძნებაა. ბევრი ითქვა ისლამთან პოტენციურ შეხვედრაზე. 14 ივნისისთვის რომ შემდგარიყო ეს ბრძოლა, მსუბუქი წონის ქამარზე უარის თქმა მოგიწევდა. ვერ გავიგე. ანუ ისლამს რო შეხვედროდი, ქამარს არ ჩამოგართმევდნენ, თუ დაგატოვებინებდნენ. არა, არ ჩამომართმევდნენ. ეს სულ სხვა სიტუაციაა, ვიდრე მაშინ, როცა ქვემ მსუბუქიდან ამოდიოდი. მაშინ პირდაპირ ვუთხარი, ამ ქამარს ვტოვებ, რადგან ქვემ მსუბუქში დაბრუნებას აღარ ვაპირებ მეთქი. მაგრამ ახლა თუ ზევითავალ, ბრძოლის მერე ისევ მსუბუქ წონაში დავბრუნდები. ბევრი რამ იწერება, შენი ტვიტები, ისლამის ტვიტები, ალი აბდილაზიზის ტვიტები. რა არის რეალური ისტორია? რატომ არ ხდება ეს ბრძოლა 14 ივნისს? სიმართლე გითხრა, ბოლომდე მეც არ ვიცი. პირველივე ზარზე ორი ვარიანტი მქონდა, ისლამი ან ჯასტინი. თქვი რომ ისლამი გვინდა, რადგან უდიდესი ბრძოლაა. მერე ანონსამდე ერთი დღით ადრე შუაღამისას დამირეკეს, გამაღვიძეს და მითხრეს ისლამი დაშავდა. ხელზე რაღაც ჭირსო. ასე რომ ჯასტინს უნდა ეჭხბო. ჩემი მხრიდან ისტორია ასეთია. იმედგაცრუებული დარჩი?
არა, როგორც გითხარი, რაც ხდება, ყველაფერი კარგია. ისლამიც კარგია, ჯასტინიც. შედეგი იგივე იქნება. მერე გითხრეს, ახლა ეს მოიგე, ისიც მოიგებს და წლის ბოლოს შეხვდებითო? არა, მსგავსი არაფერი უთქვამთ. მაშინ რა არის შენი გეგმა? ჩემი, როგორც სპორტსმენის მიზანი, ყოველთვის დიდ მიზნებს უკავშირდება. რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი, ვიდრე მესამე ქამრის მოპოვება. ასე რომ დიდი სიამოვნებით დავიცავ ქამარს ჯასტინთან. მერე კი მინდა შანსი რომ ავიდე ქვესაშუალო წონაში და მესამე ქამარი ავიღო. ეს იქნებოდა იდეალური სცენარი. 170 ფუნტში რო ახვიდე და ყველაფერი კარგად წავიდეს. ყველაფერი კარგად წავა. ბოდიში. მოკლედ იქ დარჩები თუ დაბრუნდები. ვფიქრობ რომ 155 ფუნტი შენი საუკეთესო წონაა. მსუბუქი წონა არის ის ადგილი, სადაც ვგრძნობ რომ ვეკუთვნი. მაგრამ არასდროს იცი. არასოდეს მიფიქრია რომ ოდესმე 170 ფუნტში ასვლა მომინდებოდა. მაგრამ ახლა სიტუაცია თითქოს მაიძულებს ამას. იქ ყავს კაცი, რომელიც ადრე მსუბუქში იყო. ყველას უგებდა და ვფიქრობ, ყველას აინტერესებს ჩვენი ბრძოლა. ასე რომ ნახოთ, ერთი ვიცი, როცა შანსი გამოჩნდება, მზად ვიქნები. ფიქრობ რომ იმ კაცმა წონა იმიტომ შეიცვალა, რომ შენთან ბრძოლა არ უნდოდა. არ ვიცი, არ მინდა დავაბრალო ის, რაც 100%-ით არ ვიცი. არ ვიცი რატომ გადავიდა. მაგრამ ვისადარდებს? მე არა. სიმართლე გითხრაილია, მე ძალიან მინდა შენი და არმანის ბრძოლა ვნახო. ფიქრობის პირველი პრეტენდენტია. რას ფიქრობ მასზე? მისმინე. როგორც ვთქვი, შემომთავაზეს ისლამიან ჯასტინი. დავირჩიე ისლამი. მერე მითხრეს დაშავდაო და დამრჩე ჯასტინი. ხვალ რომ დამირეკონ და მითხრან ჯასტინი დაშავდა და არმანს უნდა ეჩხუბო, ვეჩხუბები არმანს. პრობლემა არაა. საერთოდ არმანიც რომ დაშავდეს და შენ უნდა გეჩხუბო, შენ გეჩხუბები. ვისაც მეტყვიან, როცა მეტყვიან მზად ვარ. ბოლო ჩხუბის შემდეგ არმანმა ბევრი რამ გააკეთა სოციალურ ქსელში, ჭიდაობის ტურნირებში. შტაბეჭდილება არ მოუხდენია შენზე? თითქოს უფრო დიდი ვარსკვლავი გახდა და ბრძოლაც უფრო საინტერესოა. ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენად დებილია. აბა მითხარი რატომ? ბავშვია, ერთი პატარა ბავშვია, მენტალიტეტით ბავშვია და სულელია. რასაც ინტერნეტში ხედავ მისგან, ცოტა სამარცხვინოა. კონკრეტულად რა? რატომ ფიქრობ ასე? არ ვიცი, უბრალოდ არმანია. ვისადარდებს? ბრძოლა უფრო დიდი არ გახდა? ის არ მომწონს რომ აჩვენებენ ვითომ დიდრები არიან. ფულს აფრიალებენ. ბიჭო, დიდარიც კი არ ხარ. იმდენად ღარიბი ხარ რომ ერთადერთი რაც გაქვს, ფულია და იმასაც მამაშენისას ხარჯავ და არა შენსას. გესმის რას ვამბობ? პატარა სულელი ბავშვია. ბოლო ბრძოლის მერე დაუთვიტე. არმან, ყოველთვის როცა პირისპირ ხვდებით, შეშინებული იხივით შეშდები და არ ვიცი რა ქნა. გახსოვს სილა გაგაწანი და შენ უბრალოდ გაიღიმეო. მოგვიყევი ამაზე რა მოხდა. მაგ ვიდეომდე ერთი დღით ადრე დაწერა. შემდეგში რომ გნახავ, ამას და ამას ვიზამო. იციან ხოლმე ეგრე ყველანი განგსტერები არიან. ინტერნეტში ყველა განგსტერია და ქუჩაში მოვაგვარათო იძახიან. მაგრამ პირისპირ რომ ხვდებიან, როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? იღიმიან თავმდაბალი ადამიანები ხდებიან. ბიჭო, მე პროფესიონალი ათლეტი ვარ. ქუჩის მებრძოლი და განგსტერი კი არა. ანუ ფიქრობ რომ ყველაფერი საჩვენებელია? კი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან სულელები არიან. ანუ არ ფიქრობ რომ შენს დონეზეა? ტვიჩი ეწერა, შენი დონე ჩემზე დაბლააო, ჩემს დონეზე არაა. პირველივე რაუნდში ყბას მოვტეხავ. რას მიზამს? ზირჩა მიყვანს? დაწნარდი წადი შენი ჭიდაობის ტურნირებზე, შენ სტრიმებზე და როცა დრო მოვა, უბრალოდ გამოცხადდი. დანარჩენს მე მივხედავ პატარა ვირთხა. ჯასტინთან ბრძოლა როგორ წარმოგიდგენია? რამდენ ხანს გაგრძელდება? თუ უკან სიარულს არ დაიწყებს, პირველივე რაუნდში ნოკაუტში ჩავაგდებ. ვაუ, როგორც ყოველთვის ვამბობ, ოქტაგონზე ჩემს დონეს ვერავინ უთანაბრდება. ამას რომ ვამბობ, მე მეუბნებიან ამპარტავანი ხარო. მაგრამ დაამტკიცეთ საწინააღმდეგო. ჯერ მსგავსი არაფერი მომხდარა. ისლამთან როგორ წარიმართებოდა ბრძოლა? როცა ვინმესთან ბრძოლის შანსი მეძლევა, ყოველთვის ვფიქრობ, როგორ შევძრა სამყარო. ისლამთან ბრძოლაში მსოფლიოს იმით გავაოცებდი, რომ მას დავახჩობდი. ვაუ, ანუ გონია რომ ძირს გადაიყვან და იქ მოვგებდი? დიახ, ვიცი შეიძლება უცნაურად ჟღერს. როგორ უნდა დააგდო ისლამი, ან როგორ უნდა დაახჩო, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, როცა ამას ნახავთ. ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ ყოველდღე არ გვესმის რომ ვინმე ისლამის დაახჩობას აპირებდეს. ის ხომ საოცარია გრეპლინგში. კარგია, ყველა კარგია. ჯასტინიც, ალექსიც, ჩარლზიც, მაქსიც, მაგრამ ეს სხვა ვარ.